მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყურებლებო, საღამოშვიდობის დღეს ორშაბათია, საღამოს 8 საათი, მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. გადაცემა ანალიზის დროის წამყვანი. დღეს ანალიზის დრო დადგა ოღონდ ძალიან განსხვავებული სტუმრით და ვფიქრობ, რომ ეს გადაცემა იქნება ძალიან ემოციური და ამ გადაცემით ეს გმირი დედა, რომელიც დღეს ჩვენ სტუდიაში იმყოფება, მთელს საქართველოს და არა მარტო მთელს საქართველოს თავის გულის ტკივილს და თავის სათქმოს ეტყვის. დღეს ჩვენ სტუდიაში ტელევ პლუსში ჩემს გადაცემაში იმყოფება გმირი დედა, რომელმაც გააკეთა ის, რაც სახელმწიფომ ვერ გააკეთა. მან თავისი ჯანმრთელობის ხარჯზე გამოიძია ეს უდიდესი დანაშაული, რომელიც ოქტომბრის თვეში მოხდა. ყველამ კარგად ვიცით გიგა ავალიანი, რომელმაც მთელი საქართველოს თვალზე სრემლი უადინა. გიგა ავალიანი იყო ადამიანი, რომელსაც სიცოცხლე უნდოდა და ძალიან დიდმა დავნაშავეთა ჯგუფმა მას სიცოცხლე მოუსწროფა. იგი სულ 27 წლის იყო და იგი მათემატიკის მასწავლებელი გახდა. მას მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯობს გადავიდეთ სტუმარზე. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ გიგა ავალიანის გმირი დედა ქალბატონი ეკა კუპადაძე. მოგესალმებით ქალბატონო ეკა და დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის და ვფიქრობ, რომ დღეს საქართველო გაიგებს მეტ დეტალს და უფრო მეტი რამე ცოდინებათ თქვენი შვილის ასეთ ვერაგულ კვლელობაზე, რომელიც ჩაიდინეს მოზარდებმა, ასე ვიტყვი, არასრულწლოვანებმა და ერთ-ერთი იყო 18 წლის ყველაზე ერთადერთი იყო სრულწლოვანი, დანარჩენი ყველა არასრულწლოვანი და მე გახდა 18 წლის, მაშინ არასრულწლოვანი იყო რა. დიახ. და თავარი დამკვეთი ვის გამოც გიგა დღეს თქვენს გვერდით, მისის გვერდით აღარ არის. ეს ადამიანი დავასახელებთ, რომ არის 16 წლის მოზარ გოგო ნია იმნაძე. მე გადავხედე ამ გოგოს Facebook-ს თვალი და მინდა სიტირება მოვახდინო მისი პოსტების. მე ის არ მომიკლავს. მათ მოკლეს და დებს ზუსტად იმ ბიჭების ფოტოს, რომლებმაც გიგა, ასე ვთქვათ, ცემაში მოკლეს. და პირველი პოსტი, რომელიც ნოემბრის თვეში დაიწერა გიგას ზეციური საქართველოში გადასვლის შემდეგ, ეს იყო ნიას პოსტი ასეთი სიტყვებით, რომ მე შეყვარებულმა მაიძულა ეს ყველაფერი მე არ მიქნია. მოკლედ, დავიწყოთ ჯობს გადაცემა და რა ერთი პირველი კითხვით მინდა გადმოვიდეთ თქვენთან. ქალბატონო ეკა, რა ინტენსივობით მიმდინარეობს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე? ჩვენთვის საინტერესოა კულუარული დეტალები. გეტყვით, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ საშუალებას, საზოგადოებას ჩემი ხმა მივაწვდინო. სხვადასხვა პლატფორმას, სხვადასხვა აუდიტორია ყავს, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პლატფორმა და ყველა მედია საშუალებებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებას, თანაბრძოლისთვის, პროკურატურას თანაბრძოლისთვის და თანამდგომისთვის ყველას. ახლა რაც შეეხება ჯერ თქვენს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც თქვენ თქვით, მე რამდენადაც ვიცი, ეს არის ყალბი აკაუნთით
სხვისი გაკეთებული Facebook გვერდია და რამდენადაც ვიცი, ეს არ არის ნიაიმნაძის Facebook გვერდი. ახლა შესაძლოა ყალბი ისევ მათ გააკეთეს, მაგრამ არ ამგონია მე რამდენადაც ვიცი, ეს არის ყალბი გვერდი. აი, ხალბატონო, რა დაძლევთ ამის თქვის საფუძველს, რომ ის ყალბი გვერდია, გამოიძია პროკურატურამ? გამოიძიეს. კი, და როგორც მითხეს, ეს არ არის მისი გვერდი. რაც არ ჩაუდენია იმას. აი, ერთი განცხადება მაინც რომ გაეკეთებინა ოჯახს, ამისგან მაინც დაიცავდა მე თავის შვილს, ხო, არ ვიცი, მე მისი განცხადებები ყოველ შემთხვევაში საჯაროდ არ მინახავს მაგ თემასთან დაკავშირებით. მე უბრალოდ ვიცი, რომ ხედავთ, მე ვიცავ ჩემი შვილის მკვლობის დამკვეთს, მაგრამ ეს იმიტომ, რომ მე ვიცავ სიმართლეს. მე მინდა სამართალი, მე ვიცავ სიმართლეს და მე რამდენადაც ვიცი და 99%-ით სწორად ვიცი, ეს მისი პირადი Facebook გვერდი არ არის. ახლა რაც შეეხება მეორეს, რა წესიებით მიმდინარეობს გამოძიება. მე რამდენადაც ვიცი, მკვლელობის განყოფილებაში ეს არის პრიორიტეტული საქმე, კი არა და მე მგონი უკვე საქართველოში ეს პრიორიტეტული საქმეა, მიდის ინტენსიურად, მიდის ყველა მიმართულებით, თუნდაც ის რაც მე ახალი საქმის მასალები გადმომეცა, არის 15 ტომი, მე-16 ტომი კიდევ დამუშავების პროცესში არის ძალიან დიდი შრომატევადი საქმიანობა გაწეული და ასე რომ კი ინტენსიურად მიდის, ვფიქრობ რომ ვერაფერი ვერ გამოეპარებათ, თუმცა მეც ვაკონტროლებ ყველაფერს, თქვენ იცით რომ მე არ შემეწყვიტავს გამოძიება, მეც პარალელურად ვიძიებდი, მას შემდეგ რაც უკვე გიგა აღარ მყავდა თორემ როცა კლინიკაში გიგას სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძოდით, მე ჩახსნელი ვიყავი ყველაფერს, როცა თვითონ გამოძიებლები რაღაც კითხვას დამისვამდნენ, თანამშრომლობდი მათთან, მაგრამ მე მაშინ ამის გამოძიებისთვის დრო არც მქონდა და ვერც წარმოვიდგენდი რომ გიგა ვალიანს ვინმე მოკლავდა. მე მეგონა ეს უბედური შემთხვევა. მეგონა შესაძლოა რომ ჩამოვარდა კორპუსიდან თამითხეს რომ იმ პერიოდში ყოფილა თურმე ქარი. მე მეგონა ძარცვაც, იმიტომ რომ გიგა, ნუ ვინც იცნობდა გიგას ყველა მიცოდა რომ დიდძალ ოქრულობას ატარებდა საკმაოდ დიდი ოდენობის სამკაულები, მისა ძირადღირებული სამკაულები ქონდა გიგას და მრავლობითი და მეგონა რომ იყო ძარცვა. მე ისიც მითხრეს მაშინ რომ შესაძლოა ვინმეში აერიათ და მოკლედ მეც ბევრი ვერსია მეგონა და ასე რომ მე გამოძიებისთვის მაშინ არც მეცალა და არც მაგისი უნარი მქონდა. ახლა მიმდინარეობს ინტენსიურად გამოძიება. ხალბატონო ეკა, სანამ მეორე კითხვაზე გადავიდოდე, მანამდე მინდა ოქტომბრის თვეში 26 ოქტომბერს გადავიდე. 24 ოქტომბრის ღამე იყო. დიახ, 24 ოქტომბრის ღამეს მინდა გადაგიყვანო, ღამის 10 საათი როგორც. 11:09 იყო. დიახ, შეგიძლიათ გაიხსენოთ გიგას სიცოცხლის უკანასკნელი წუთები? გიგას სიცოცხლის უკანასკნელი 23 დღე შემიძლია გავიხსენო. მე 3 გიგა მყავს, მე 3 გიგას ვტირი, ერთ 1 ოქტომბრამდე. 1 ოქტომბერს 11 წუთებზე დავიმშვიდობე მე გიგას, გიგა იყო ბედნიერი, მან იმ დღეს 10,000 ლარი შეიტანა თავის კუთვნილ ანაბარზე, თავისით გამომუშავებული შვილო, იყო ძალიან ბედნიერი. შემდეგ 1 ოქტომბრის ღამიდან 24 ოქტომბრის ღამემდე გიგა იყო სულთმობრძავი, ყოველ დღე იყო სხვადასხვანაირი, აბსოლუტურად ყოველ დღე იყო სხვადასხვანაირი, ამას მისი პერსონალი დამიმოწმებს, თუმცა მათთვის ეს უწყვეტ რეჟიმში იყო და შესაძლოა ვერ აკეთებდნენ ესეთ განსხვავებას წინა დღესა და მომდევნო დღეს შორის, მაგრამ მე რომ შევდიოდი, ყოველ დღე გიგა იყო სხვადასხვანაირი. და შემდეგ 24 ოქტომბრის შემდეგ მე მყავს ესეთი სულ ამოცლილი გიგა. გიგა იყო ძალიან მოწესრიგებული ახალგაზრდა, იყო 28 წლის, მაგრამ მას არ ეტყობოდა ასაკი. და მე როცა გიგა დავკრძალე, გიგა უკვე ალბათ ჩემი ასაკის იყო, მე უკვე გარდაცვლილი როცა მყავდა, სრულიად სახეშეცვლილი 23 დღე იბრძოლა გიგა სიცოცხლისთვის, გიგა იყო ჯანმრთელი, ყველა ორგანო სახსალამეთი ჩაყვა გიგას და აი 23 დღიანი ბრძოლა, 23 წლიან ბრძოლას უდრიდა, მართლაც 23 წლით უფრო მეტი ასაკის დამკრძალე გიგა. გიგა
მართლა გენიოსი ტვინით გამოტენილი ჩვილი მყავდა 2 დღის წინ მისი თანაკურსელები მესტუმრენ და ეგ ვიცოდი გიგავინ იყო, მაგრამ მათგან მოსმენელი მაინც სხვა ემოციის მომცემი იყო და ჩემი ტვინით გამოტენილი შვილი თავის ქალის გარეშე და ტვინდან თხეული დაკრძალე გიგას ტვინის ნახევარზე მეტი აქ დაამთხევინეს ხო რა ვიცი ეგრე სხვა მყავდა და სხვა დაკრძალე ჩემი გიგა გარდაცვლილი არ გავდა იმ გიგას რომელიც მე მყავდა სხვადასხვა მდგომარეობიდან ვუყურებდი ხან გვერდიდან ხან წინიდან ხან აი მაცივრის ან არეკლშიც უყურებდი გიგას რომ როგორმე რაიმე მსგავსი დამეჭირა გიგასი თავიდან ვითომ მიჭერდით სხვის მაგრამ ისიც რაღაცა ძალიან გამხდარი და ისეთ შეცვლილი ანუ მე ისეთი გიგა არ დამიკრძალავს როგორიც მყავდა მომიტევეთ ხალბატონო ეკა რომ მე გაგახსენეთ თქვენ ეს 23 იქით მადლობა ამ კითხვისთვის ეს კითხვა ჩემს არავის დაუსვავს უფრო გამოძიებაზე იყო ყველას ყურადღება გადართული და ეს კითხვა ჩემს არავის არ დაუსვავს მიჭის ახლა ამის თქმა უკაცრავად მაგრამ აი ფეხის თითები გავდა მარტო გიგას მეტი აღარაფერი და ისიც ფეხსაცმელში დაემალა მე სხვა შვილი მყავდა და სხვა შვილი და მე იცით რა მინდა გითხრათ მე სხვა შვილებს უფრთხილდებოდი მოდიოდა ჩვენი მოსწავლეები ჩემი შვილის მოსწავლეები გიგა ექიმი იყო მაგრამ ის როგორც მასწავლებელი ისე შეიწირეს და გიგას მოსწავლეები მოდიოდნენ მე მიუხედავად იმისა რომ მინა ფარავდა მხოლოდ გიგას ხელს მაინც გადაფარებული მქონდა გიგასთვის რომ ბავშვებს არ დაენახა და ბავშვებზე ემოციურად არ იმოქმედა ამ ყველაფერს მე სხვა შვილებს უფრთხილდებოდი მაშინაც კი როცა ვიცოდი რომ ესე სადისტურად გაიმეტა ჩემი შვილი მე მინდა ახლა ვისარგებლო ეთერი და ბოდიში მოვხადო ჩემს ყველა მშობელს ჩემი შვილისას ჩემს მოსწავლეების მშობლებს ყველას გიხდით ბოდიში ვისაც გეგონათ რომ თქვენი შვილები ჩემთან როცა მოდიოდნენ უსაფრთხო გარემოში იყვნენ ამას აღნიშნავდნენ კიდეც და ვიცი რომ ჩვენთან შემოსული ბავშვი მშობელს ეგულებოდა უსაფრთხოდ მე რა ვიცოდი თუ ჩვენთან შემოდიოდა მკვლელი მე უფრო მეც გეტყვით შესაძლოა თქვენ კითხვის დასმას აპირებთ მერაბ მალანიას შვილზე მაგრამ მე აქვე მინდა გითხრათ რომ მერაბ მალანიას შვილი მიუხედავად იმისა რომ მე ვამბობ რომ ის ბავშვი შესაძლოა ჩათრეული იყო აღარ ჩავყოლილვარ მე საქმის დეტალებს იმიტომ რომ მისი ტელეფონი ამოღებული ჯერ არ არის და არ ვიცი მიმოწერები ამ ბავშვისა მკვლელ გაბაშვილთან მაგრამ რადგან ურთიერთობა 28 სექტემბრის შემდეგ მქონდა ამიტომ ვფიქრობ რომ ეს ბავშვი არის ჩათრეული მაგრამ ჩათრეულია, ჩაყოლილია, მიზანმარდულად მოქმედებდა თუ რა, ეს უკვე არის ყველაფერი მიასე ხარისხოვანი და საერთოდ ყურადსაღებიც აღარ არის ჩემთვის, იმიტომ რომ ამ ბავშვმა იცოდა, რომ გიგას იმ დღეს მოკლავდნენ. ნუ ყოველ შემთხვევაში გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად. 1 ოქტომბერს ეს ის დღეა, როცა გიგა ჩააგდეს 4-ხულიან კომაში და გიგა კომიდან არ გამოსულა ისე გარდაიცვალა, იმ ბავშვს გაკვეთილი ჰქონდა. და იმ ბავშვმა იცოდნენ რომ იმ დღეს გიგას გაუსწორდებოდნენ. თქვენს Facebook პოსტებში ხალბატონო ეკა ახსენ ამ და ვიდეოებშიც მათ შორის რომელიც მე ვნახე ამბობთ რომ გიგას მკვლელობის დღეს ნიაინაძე გაკვეთილზე არ იმყოფებოდა. იმ მკვლელობის დღეს ნიაინაძეს გაკვეთილი არც ჰქონდა. არ ჰქონდა მას გაკვეთილი, მე გიგას ცხრილი მაქვს, მას გაკვეთილი არ ჰქონდა, ეს იყო ნიაინაძის ჰქონდა გაკვეთილები კვირას, ორშაბათს და პარასკევს. გიგას 1 ოქტომბერი იყო 4 შაბათს მოკლედ. ამ დღეს გაკვეთილი ჰქონდა იმ მერაბ მალანიას შვილს, მერაბ მალანია არის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და მის შვილს გიორგი მალანიას ამზადებდა ჩემი შვილი და მას გაკვეთილი ჰქონდა 1 ოქტომბერს. ეს ის დღეა, როცა გიგას ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბავშვმა ეს იცოდა. იცოდა და არ თქვა. არ მითხრა არც მე, არ უთხრა არც გიგას, არ აგრძნობინა, არც მშობელს უთხრა, არ დედას, არც მამას, არავის არ უთხრა. ესე იგი მას რა ხევდა თუ ჩემთან ერიდებოდა, თუ გიგასთან ერიდებოდა, ოჯახი ხო ყავდა სახლში.
ეს იმას ნიშნავს, რომ ის მათი თანამოაზრე იყო. და მკვლელობის თანამონაწილე. მკვლელობის ხო ერთ-ერთი ხო ნახოთ მე ვფრთხილდები ყველა სიტყვას. არ მინდა რომ არასწორად ვთქვა რამე, ამიტომ ჯერ დაველოდები მის ტელეფონს, ნახოთ რა კავშირი ქონდა, რა ურთიერთობა ქონდა, შესაძლოა სულაც არ უნდოდა ამ მკვლელობაში მკვლელობის თანამონაწილე ყოფილიყო, მაგრამ ფაქტია რომ იცოდა და ვიღაცას უნდა გამოწყდომოდა მაშინ როცა ფიზიკურად უსწორდებიან ადამიანს და მაშინ როცა და მან იცოდა ეხლა ალექსანდრე გაბაშვილი ყველამ იცოდა როგორი პირსისხლიანი ადამიანი იყო და იცოდა როგორი ადამიანი გეგმავდა მის მასალებზე თავდასხმას და შესაბამისად მას ეს უნდა ეთქვა არ თქმა დანაშაულია და ის მე ვერ გამეკცევა ჩემთვის ისეთივე დანაშაულია როგორც სხვები მაგრამ მაინც ნახავ მის ტელეფონის და ამოგებულ ინფორმაციას თქვენი კომენტარი მშობლებზე, ანუ რამდენად გამამართლებლად მიგაშნიათ მათი საქციელი ქალბატონები. ეს მშობლები არიან აღვირახსნილი პატივცემ თქვენს ეთერს ბუდისტ ღვთის საზოგადოებას, მაგრამ ისინი არიან აღვირახსნილი მდედრი და მამრი ელემენტები მე ადამიანსაც ამათ რომ მე ვიცი ადამიანის განმარტება, ესენი ვერ აკმაყოფილებენ, მე რომ ორფეხზე დადიან და მეტყველებენ, ესენი არიან სახური მდედრები და მამრები. თქვენ რომ ნახოთ მიმოწერები, აი ის ერთ-ერთი მათგანი, რომელიც პროკურატურის წინში მშილობდა, თქვენ უნდა ნახოთ, როგორი ლექსიკონით ესაუბრება მას დედამისი, ამისი შვილი. დემეტრე ჩიქოვანი და მისი შვილი როგორ მოიხსენებს მამამისს. უწმაწური სიტყვებით, ხო? უწმაწური სიტყვებით და მამაჩემი. მე რომ კითხავდი ბავშვობაში ვისი შვილი ხარო, მე მეამაყებოდა ის. და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილები უმამოდ გაიზარდნენ, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ჩემ შვილებს თუნდაც ერთი არასწორი და ცუდი სიტყვა უთქვამთ მამაზე. თვალით არ ყავდა ჩემ შვილებს მამა ნანახი, ქუჩაში შეხვედრებდა ვერ იცნობდნენ, მაგრამ არასდროს ერთი ცუდი სიტყვა ჩემ შვილებს მამაზე არავისთან სახლშიც არ გვითქვამს. და როგორი სიტყვით ნახოს დედამისმა საქმის მასალები მაკულატურა გონია და შიგნი არ ეხედებიან და მარტო თავის ჩვენებას უყურებენ და ამიტომ გონიათ რომ დამნაშავეები არ არიან ნახოს გიორგი რიკაძეს თან ურთიერთობაში იმ მესიჯებში აი როგორ მოიხსენიებს მამამის პატივცემულ შოთა ჩიქოვანს პატივცემულიაო ჩემი ქმარი ასეთი მაგარია ისეთი მაგარია ისა სპეციალიზმელიაო და თვითონ მიიყვანდაო და იმ სპეციალიზმელ შოთა ჩიქოვანს როგორი სიტყვით მოიხსენიებს გიორგი რიკაძესთან ურთიერთობაში ეს დემეტრე ჩიქოვანი ნახოს და როგორი მიწა არ გაუსკდა ან დედას და ან მამას ან დედა როგორ ითმეს დედას როგორ ბილდ სიტყვაობით ელაპარაკება იცით აი ვერ წარმოიდგენთ მე იმას ვერ გავიმეორებ ჩემს შვილს არც ერთი უზრდელი სიტყვა ლექსიკონში არ ქონდა გონიც არ ქონდა ისეთი უზრდელი სიტყვები იმიტომ რომ ჩემშვილს ყავდა სამეგობრო და სანაცნობო წრე დახვეწილი და კარგი ბეკვა სკოლა დაამთავრა ჩემმა შვილმა და იქ იმ სკოლაში არ იყო ისეთი ბავშვები ვინც ესეთი ლექსიკონით საუბრობდნენ მე სამედიცინო დაამთავრა მე გეუბნებით ვისთან ქონდა აქტიური შემხედრება შემდეგ მოსწავლეები რომლებიც მართლა ჩამოყალიბებული ოჯახიდან გამოსული ბავშვები იყვნენ და მე დარწმუნებული ვარ ჩემს შვილს ეს გაგონილი ეს სიტყვა პირადად ეხლა მციდან ჩამოვარდნილი კოსმოსიდან ჩამოსული არ იყო და ეს სიტყვა შეიძლება სადმე უნახავს საკითხი წაუკითხოს მაგრამ მისი ყურით მე მგონი ისეთი საახლობლო წრე ყავდა გიგას მოსმენილი არ იქნება რა ლექსიკონითაც ის დემეტრე ჩიქოვანი დედამის მიმართავს და რა სიტყვებითაც ის მამამის მოიხსენიებს გიორგი რიკაძესთან არ ვიცი იმას დავიცავ კი არა იმას დავიცავ კი რომ მე რომ მისი მშობელი ვიყო არ ვიცი რა ვიცი ალბათ მე იმიტომ მიკვრისე ჩემი შვილი ასეთი ვერ იქნებოდა და ვერ წარმოვიდგენი ასეთი შვილი და მის მათი გაზრდილია მათ შექმნეს მისი შვილი ისეთი ქალბატონო ეკა თქვენ Facebook-ზე ამ დაახლოებით ერთი თვე არ იქნება მე მგონი რაც მე მგონი დიანურის თვეში მოხდა თქვენი Facebook-ის დარეპორტება რის მხოლოდ ერთი კითხვა და უკვე თქვენ გაგრძელოთ ამ ყველაფერზე საუბარი. რატომ და რის გამო?
ჯერ მანამდე იმას ვიტყვი, რომ არ დამავიწყდეს, რომ რამდენიმე პოსტი, სერიოზული ინფორმაციის მატარებელი პოსტი წაიშალა, თუმცა პოსტები ზოგიერთიც, აი მაგალითად მთავარი ასაკეთებს იცით და ბევრი ადამიანიც იმას აკოპირებს და ისე დევს ტექსტს. და პოსტი ვინც გააზიარა, იმასთან რა თქმა უნდა წაიშალა. ასე რომ მაინც ვერ გააქრეს ინფორმაცია, რაც იმ პოსტებში იყო. ეს ექვემდებარება იმას, რომ მე საზოგადოება მიჭერს მხარს, შესაძლოა 100% არა, მაგრამ 99%-ის თანადგომას აშკარად გრძნობ და მარტო იქ კომენტარებით არა, მათ მზრუნველობასაც გრძნობ პირად ურთიერთობებში და უნდათ რომ საზოგადოებიდან გავეთიშე. და ახლაც რამდენიმე დღის წინ ახალი ის წამოიწყეს რაღაცა რამდენიმე უცხოელი ისაყავთ არ ვიცი ზუსტად როგორ ვთქვა ფეიქ აკაუნტები თუ რა ვიცი რა არის თურმე 10 ლარი უნდა გადაიხადო და 10 ლარად უღირთ მათ თავიანთ 10 ლარზე მეტად მაინც არ ფასობენ და უნდა გადაიხადო თურმე რაღაც თანხა და რაღაც სმაილიკები არის მე კონკრეტულ პოსტებზე და ჩემს პოსტებზეც ბოლოს 3-4 პოსტია კარგად არის. ვიცი რა ზუსტად. დიახ, Georgian Times-ის რო იყავით იქაც. Georgian Times-იდან არის და მისი წინა პოსტიც არის. არც ერთი ქართველი იქ არ არის და აი ასე ბოტები ხო, დიახ, ბოტები რაღაც გამოხდომებს აკეთებენ ჩვენს გვერდზე, მაგრამ გარდა ჩემ Facebook გვერდისა, მე სხვაგვარად და შემიძლია საზოგადოებამდე ხმის მიწდენა, ინფორმაციის მიტანა, აი სად გაიქცევენ ამ ტელეეთერებს, სად გაიქცევენ ვერ ჩამოვხსნიან ტელეეკრანებიდან ახალს გამოვიგონებ რაღაცას ყველაფერდა რომ მოხსნან და მე საზოგადოებას ინფორმაციას მაინც მივიღებ. თქვენ საქმეს მაინც ეთქვით რა. ხო, ჩემს საქმეს მაინც ვიტყვი. ხალხო და მინდა გითხრათ რომ თავს არ ვიქებდა რამე ღმერთმა და თქვენი Facebook-ის პროფილის აღდგენაში წვილი მეც მიმწვის. მართლა ის არ ვიცოდი, თუმცა ბევრი ვინმე დამეხმარა. ერთ-ერთი მე ვიყავი დიახ. გაიხარეთ თანამშრომლობთ პირადად ჩემი შვილი უფრო უწევს მაგ ყველაფერს კონტროლს და ასე რომ მე არ ვიცი და ამიტომ გამომეპარეთ. არა უშო. ხო, ამას ჩემი შვილი ხელმძღვანელი. გიგაზმა, კი, ნიკა და ალბათ გქონდეთ მასთან ამ თემაზე გავშისარო. ხო. მესამე კითხვა, რა მოლოდინები გაქვთ თქვენი შვილის კვლევობის საქმესთან დაკავშირებით, ანუ ბოლომდე მიიყვანს კი პროკურატურა გამოსებას და დაკავდება თავარი ბრალდებული. დიახ, მოდი დავიწყებ აქედან. ბოლომდე მიიყვანს, მოდი მაგას ჩავშლი ხა სხვაგვარად, მაგრამ მე არ გავჩერდები, მე ვერავინ ვერ გამაჩერებს, მე არაფერი არ შემაჩერებს, მე არც ერთნაირად მის უკან არ გადავდგა, იმიტომ რომ ჩემს უკან არის ჩემი შვილის საფლავი, თქვი მრავალჯერ და ვიმეორებ კიდევ ერთხელ. არავითარ შემთხვევაში მე მივიდა მხოლოდ ერთი მმართველობით უნდა დაისაჯოს ყველა, ვისაც კი 20 ოდენად წვლილი მიუძღვის, გიგავალენის კვლევაში, შემდეგ მის ჩაფარცხვაში, ან თუნდაც გულგრილობაში, მე პერსონალსაც მოვიაზრება, აბსოლუტურად ყველას დავსვავს საბრალდებას გამზე. არ გამოიძიება საქმე სწორად, მე არაფერი არ გამაჩერებს. ეს იცის პროკურატურამაც, მაგრამ არ ჭირდება ხა მას ჩემგან მოიცით ამას იზამ, მე ვხედავ მათ თანამდგომას მათგან, თანაბრძოლას ვხედავ, მაგრამ იციან რომ მე უკან არ დავიხე. იციან ეს, აცნობიერებენ ამას დარწმუნებული ვარ, მაგრამ არ მჭირდება ეხლა ამ წუთში ამაზე ამ ტონით საუბარი. ხედავ რომ ამ წუთში ვინც იქ საქმეში ფიგურირებს, დარწმუნებული ვარ დაიჭერენ. თუმცა ვინც ეს ღიად ფიგურირებს, ამ ღიად ვინც ფიგურირებს, იმათ გარდა არის კიდე სხვა ფიგურანტები. მე უბრალოდ მკვლელობის საქმის ფიგურანტებზე ვსაუბრობ. მკვლელობის საქმის მოკლედ დღეს 4 ფიგურანტი. ის დამკვეთი წამგიზებელი შემსრულებელი და ამ შემდეგ ამაზე ხა აღარ დავკარგავ დროს და ამათ სავარაუდოდ ესენი უკვე გაფაქტულია, უკვე ყველა ხელში უჭირავთ, მჭირდება ცოტა მეტი დეტალები. და მე ველოდები უახლოეს მომავალში მაიამნია იმნაძის და მალანია, გიორგი მალანიას, ეს არის მერაბ მალანიას შვილი. აყვანასაც ველოდები, თუმცა მე მაქვს საქმის მასალები ხელში. კიდევ ვიმეორებ, კვლევების მხარეს ის გონიათ მაკულატურა ჩემთვის არის განაჩენი ყველასი, ვისი სახელდაგვარიც იქ არის. ეს განაჩენი მათ ნია იმნაძემ გამოუტანათ 26 სექტემბერს. ხოლო სისრულეში მოიყვანა ეს განაჩენი
ალექსანდრე გაბაშვილმა 1 ოქტომბერს მე ყველას აბსოლუტურად იქვის სახელი და გვარიც არის ყველას დავსვავ საბრალდებო სკამზე თუმცა იქ არის კიდე შეფარული რომელსაც აუცილებლად გავხსნი ჯერ მხოლოდ ამ არას უწონებისკენ გვაქვს გეზიაღებული იმიტომ რომ აქ თულში ვიწვით პროკურატურა აქეთ მუშაობს მეც რა შემიძლია და თანამშრომლობ მათთან ეხლა ეს ჩემი თანამშრომლობა რაში გამოიხატება მე თუ რამის აღმოვაჩენ მათ ვურეკავ და ვეუბნები მაგრამ და თუ რამე ინფორმაცია მაქვს ვაწვდი მაგრამ ვერ დაუკარგავ ყველანაირი ინფორმაცია მათ მე რაც იქ ვიპოვე მათ უკვე ნაპოვი აქვს თუმცა ერთი არის კიდევ სხვადასხვა ტომში დევს და ამასაც ვიტყვი თუ კიდე რო გვექნება რა თქმა უნდა ბრძანეთ ამასაც ვიტყვი დარწმუნებული ესეც ექნებათ უკვე დაჭერილი იმიტომ რომ მათ ისინი საქმეს იძიებენ და ხელში უჭირავთ მე მგონი 12 იანვრიდან გადაეცა მკვლელობის განყოფილებას და მე ახლა მომწეს და მე მიუხედავად იმისა რომ თან დაკავებული ვარ მაინც ნახულობ დროს რომ მიმუშავ ამ საქმესთან ღამით და მათ უკვე ეს ეცოდინებათ და ვამბობ იმას რომ იქ არის იცით რა აი მაგალითად ავიღოთ ერთ-ერთი ოჯახის ჩატში მთლიანად ოჯახის ჩატი ხომ არ იქნება საქმის მასალებში ჩადებული და დევს მხოლოდ ის რაც გიგავალიანის იმ კონკრეტულ საქმეს ეხება მაგრამ იქ მაინც იკვეთება ის რომ და მე ამას მე აუცილებლად როცა გადავალ პოლიციის და ექიმების პასუხისმგებლობაზე იქ ამას აუცილებლად ღიად მოვითხოვ უფრო ეხლა კონტექსტიდან ამოვარდნილია ეთყობა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს იმიტომ რომ იქ გაჩნდა გიგავალიანი და ძალიან ოჯახის ჩატს საქმის მასალებში ხომ არ ჩადებდნენ იქ არის ასეთი რაღაცა ალექსანდრე გაბაშვილის მამიდა მერიკო გაბაშვილი მე ვახსენე ჯერ კიდევ 20 დეკემბერს მე ვიცოდი რომ მერიკო გაბაშვილი ჩააწყობდა და გააკეთებდა ამ ყველაფერს ხო ჩააწყობდა და ის ჩაფარცხავდა სიტყვა არ წამომცდენია და იქ წერია რომ ეგზებს თემის ისა რომელ განყოფილებაშია რომელ განყოფილებას აქვს ეს მკვლელობა აღებული რომ იქ ჯერ კიდევ გიგა ცოცხალი იყო რომ იქ იპოვოს ვინმე პოლიციის განყოფილებაში და ერთი რამ გითხრათ და ბარემ ამასაც ვიტყვი რომ აღარ დამავიწყდეს მე კიდევ იქვე ჩანს რომ ეძებს ვიღაც ექიმს ლევად რომ ინფორმაცია გამოიტანოს აი აქ არის კითხვაზე პასუხი თუ სულ რატომ აპელირებს ალექსანდრე გაბაშვილის მამა უფროსი ალექსანდრე გაბაშვილი მუდამ ექიმებზე აი აქ არის ამ კითხვაზე პასუხი მე მოვიკვლევ აუცილებლად მოვითხოვ მე როცა ექიმებზე და პოლიციელებზე გადავალ და სამართალდამცავებზე მოვითხოვ ამ ჩანისა საოჯახო ჩატის მეტად გაშლას და იქ ხო გვიკვირდა ყველას რომ რატომ აპელირებს ასე ინტენსიურად ექიმებზე მან ბევრი რაღაცა იცის აი რა იცის გიგას მკურნალობის შესახებ მოუწევს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მოკლედ ეს რაც შეეხებოდა ექიმებს ანუ ფაქტია რომ მან იქ ვიღაც ექიმი ციტირებს სიტყვას მისგან ნათქვამს ლევად იპოვა და კიდევ ერთი ყურადღება რა მე ეს მკვლელობა გავიგე, საერთოდ რომ მკვლელობა იყო, გავიგე და პოლიციელი არ დამოწდეს, ამ ხაზს ამ პოზიციაში ვაჩერებ. იქ 19 ოქტომბერს როცა ჩვენთან მოვიდა ალექსანდრე გაბაშვილის ოჯახის წარმომადგენლები, იქ მე პერსონალმა იცოდა, მე ერთ-ერთი, აი იმდენად გულში ჩამიკრა იქ ერთ-ერთმა პერსონალმა, ექთანმა, რომ შემაწუხა ამ ზედმეტმა მოჭერამ და აი გულში ჩაკურა, ავიხედე და იყო ექთანი, მე ვიცი ის ექთანი ვინც არის და მან მითხრა, რომ დიახ, მათ იცოდნენ, რომ ეს იყო მკვლელობა. ნუ ეს იყო გიგაზე თავდასხმა, მაშინ გიგა ცოცხალი იყო. რომ ეს იყო თავდასხმა, მოუწევს ყველას პასუხის გაცემა. კლინიკა მიცოდა და მე გავიგე უკვე გიგას გარდაცვალების შემდეგ რომ ეს ალექსანდრე გაბაშვილი გიგასთან კლინიკაში შედიოდა რეანიმაციაში და თავზეც ადგა. ეს არის მოწოდებული ინფორმაციას დავაზუსტებ ყველაფერს, არ არის ეს ჯერ დაზუსტებული, თუმცა მოწოდებული ინფორმაცია და მე ჩემამდე რა ინფორმაციაც მოდის, არაფერი არ არის ტყუილი და ყალბი, ყველაფერი მე სრულდება და მე რა ინფორმაციაც მაქვს, სწორედ და მე ჩემი რა გამოძიებაც ჩავატარე, სწორედ ყველაფერს ხვდები საქმის მასალებში გამყარებულს არგუმენტებით. დაზუსტებულს და გამყარებულს არგუმენტებით და დროით ყველაფერს აი დროში გაწერილს. ახლა მოდი პოლიციაზე ვისაუბროთ. პოლიციაზეც როგორც ეგან გითხარით, მერიკო გაბაშვილი ეძებს იმ განყოფილებაში, როგორ არიცით, მთლად ციტირებას ვერ ვახდენ, უბრალოდ აზრის ციტირებას გეუბნებით, რომ უნდა რომ გამოგეკოს და ვიღაც ნაცნობი იქ იპოვოს და მინდა გითხრათ, პოლიციის 6 განყოფილების
იქ თანამშრომლებს, გამომძიებლებს თან ხო გქონდა ჩვენ შემხებლობა. ისე გქონდათ ამ გამომძიებლებს სახე გაქვავებული, რომ თითქოს და იმხელა ემპათია მოდიოდა ამ გაქვავებული სახიდან, რომ თითქოს გვანიშნებდნენ, რომ რაღაცა ისე არ ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო და თითქოს ამ ადამიანების სახიდან, ეხლა რომ ვფიქრდებით, რომ მაშინ ეს არ მიფიქრია, თითქოს ვკითხულობდით რას? მე არ ვიცი, ხა სხვა დროს არ მქონია შეხება პოლიციის თანამშრომლებთან და გამომძიებლებთან და შესაძლოა სულ ასეთი უტყვის სახე აქვს სპეციალურად, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ თითქოს იკვეთებოდა ის, რომ იმოქმედე დედავ არ არის ყველაფერი ისე, როგორც გარედან ჩანს. აი თითქოს გული წყდებოდა თუ რაღაცა არასწორად მიდიოდა და ემპათიას ნამდვილად გუზობდი მათგან და თითქოს გული წყდებოდათ, რომ საქმე ჩაფარცხვა მიმდინარეობდა. აი ამას ახლა ამ გადასახედიდან რომ ვიხსენებ, თითქოს უნდა ჩემთვის მინიშნება მოეცათ და ამით თანადგომას თითქოს გამოხდება, შეიძლება ახლა ჩემი რაღაც წარმოდგენებია, მე 1000 რამე მეფიქრება, შესაძლოა წარმოდგენებია, თუმცა ის რომ ემპათიას მათგან გუზნობდი ეს ცალსახაა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვი პოლიციის უფროსზე იაგო ტალახაძეზე, მე აუცილებლად დავაყენებ მისი პასუხისმგებლობის საკითხს. მოვადრო და იაგო ტალახაძე დაждდება საბრალდების გამზე. ქალბატონო ეკა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმას, რომ გმირიდეთ და ბრძანდებით და რას თქვენ გააკეთეთ და რასაც გაუძელით დამიჟერეთ, რომ ვერც ერთი დედა ვერგაც გაუძლებდა ამ ყველაფერს და ვერც გააკეთებდა. არაფერი ისეთი, უბრალოდ გიგავალიას მხდალი დედა არ შეეფერება. ახლა არ მინდა ვინმე ისე გაიგოს, რომ სხვა დედები მხდალები არა. ეს რა თქმა უნდა არა, ეს ერთი წამითაც არ მიფიქრია, მაგრამ დიახ, გიგას დედამ უნდა იბრძოლოს ბოლომდე და რატომ იცით? გიგა იყო სპეტაკი. სპეტაკი, აი მართლა არ ვიცი, აი მისი უდიდებულესობა გიგავალიანი, ყველაზე კარგად ვიცნობდი მე გიგავალიანს. ჩვენ მე ვთქვი სხვა ეთერშიც და გავიმეორებ ახლაც, ჩვენ ვიყავით ერთი სული სამ სხეულში. მე ისე გავზარდე შვილები, რომ ჩვენ ერთმანეთთან არ გქონია არაფერი დაფარული. მე შვილებისთვის წარმოგიდგენიათ, ჭკუა არ დამერიგებია. ჩვენ უბრალოდ ერთად ვიჯექით და რაღაც პრობლემებს ერთად უწყეთით. ახლა ეს იყო ღრმა ბავშვობიდანაც. ახლა შესაძლოა ვფიქრობთ 3-4 წლის ბავშვმა რა პრობლემა უნდა გადაგიჭრას. ხო 3-4 წლის ბავშვთან ყველა პრობლემაზე ვერც ისაუბრებ. ხო და რა პრობლემის გადაჭრაში შეიძლება მათი აზრი ყოფილიყო გასათვალისწინებელი და მისაღები, იმიტომ რომ მათ ესწავლათ ცხოვრება, მათ ესწავლათ სწორად აზროვნება და აი ამ პატარობის ასაკიდან მე ჩემ შვილებს ასე ვზრდით. ჩვენ ვიყავით მართლა ხო ერთი ოჯახი და კიდევ გავიმეორებ ერთი სული სამ სხეულში. შესაბამისად, ჩვენ ერთმანეთთან დაფარული არაფერი არ გქონდა, ესეც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთის პირაცებზე გათელილი გქონდა. ჩვენ არ შევხებდით ერთმანეთის ტელეფონს, მე ჩემი შვილის პლანშეტს შევეხე მხოლოდ მაშინ, როცა ის მივაწოდე გამოძიებას და ბოდიში მოვხადე გიგას, დედიკო ჩემი გარდაცული შვილის სულს, რომ დედიკო ბოდიში გჭირდება და მივაწოდე გიგას პლანშეტი. ჩვენ მე შვილების ტანსაცმელს, ბიჭების ტანსაცმელს როცა ვრეცხავდი, ნდობაც მქონდა ჩემი შვილების მიმართ და მე იმათ ჯიბებში ხელი არ ჩამეყვია. ისინი თვითონ ცლიდნენ ჯიბეს და ისე მაძლევდნენ ტანსაცმელს. ჩვენ გქონდა ასე ერთმანეთის მიმართ ნდობა და აბსოლუტურად ყველაფერში ვიყავით გულახდილები. მე არ მაქვს საიდუმლო, რომელიც ჩემი შვილებმა არ იცის. არაფერს არ უმალავდით, არც გიგას და არც მისმას. თქვენი აზრით, ქალბატონო ეკა, მეოთხე კითხვას გისურვებთ. თქვენი აზრით, ისე მიდის საქმე, რომ გამორიცხული არაა და ამიტომ გისურვებთ ამ კითხვას. თქვენი აზრით, უფრო გაფართოვდება ბრალდებულთა წრე, როგორ გიქვით? დიახ, ბრალდებულთა წრე გაფართოვდება. გაგიკვირდებათ და ძალიან ბევრმა იცოდა, თუნდაც მე, მანამდე თუ იმდენმა არა, მანამდეც ბევრმა იცოდა. და იმის შემდეგ ძალიან ბევრმა იცოდა და მე თურმე თქვენ თვალყურს ადევნებთ ჩემ Facebook პოსტებს. დიახ, ყოველდღე. დიახ და იქ მინდა გითხრათ, რომ 6 ოქტომბერს არ ვცდები რიცხვში მგონი ან 4 იყო ან 6, მაგრამ მე მგონი 6 ოქტომბერი იყო. გიგას არ ქონდა მეორე ოპერაცია ჩატარებული. პირველი ოპერაცია ისე მიმდინარეობდა, აი როგორც უნდა ყოფილიყო,
შემდეგ განვითარებული მოვლენები, ხა იყო უმძიმესი, მაგრამ სტაბილურად უმძიმესი და კიდევ აღარ მძიმდებოდა. და ერთ-ერთი პიროვნება, ეს უკვე არის სრულწლოვანი და ვიტყვი დემეტრე კასრაძე გიგავალიანზე წერს. მეგონა მოკვდა ეგ და მოიხსენიებს კაცის სასქესო ორგანოს. ნახე ფოტოები, ნახე ექსტრი. დიახ, და აქვს ხარის სმაილიკები. გაგიკვირდებათ და ეს ფოტო შემდეგ დასკვნილი აქვს ალექსანდრე გაბაშვილიძე. მე საქმის მასალებში ღრმად შინაარსობრივად არ შევალ, იმიტომ რომ გამოძიებას ხელი არ შეუშვა, თუმცა ამ ნაწილში ეს ყველაფერი გამოძიებულია. და ეს ყველაფერი ისე იმართებს. და ამას ახლა ალექსანდრე ისა დემეტრე კასრაძეს რომ არაფრით არ ვაპატიებ, ეს ხო ფაქტია და მე ხომ სახელი და გვარი აქამდე არ მithქვამს. თქვენთან ვთქვი პირველად, ჩემ პოსტზე და ახლა ეკრანიდან თქვენთან ვთქვი პირველად. მე როცა ეს გავაჟღერე, მან თავისთავი ამოიცნო და იმდენად უგუნური ხალხია, იმდენად რაღაცა ისეთი ეგ ქალბატონობა პირაჭი მოხდა და არიან, არა, ისეთი უაზროები არიან, რომ Facebook-ზე შეცვალა თავისი სურათი, გააშალა. ამით დამემალება? ამიტომ Facebook-იც წაშლით მე გამოხტომით მე რაღაც სურათში ამით დაიმალებიან? ამით დაიმალებიან? არ მიყვარს ხოლმე ნათქვამის გამეორება, მით უმეტეს რაღაცა ესეთი მით უმეტეს გამონათქვამის გამეორება. მაგრამ ახლა ეს გამონათქვამი, რომელიც თქვი, სხვა დროსაც უნდა გავიმეორო. ჩავლენ ქვესკნელში ჩავყვები, ავლენ ზესკნელში ავყვები. მე ვერავინ ვერსად ვერ დამემატებ. აბსოლუტურად ყველა სახელს და გვარს ესე ამოვწერ და ყველას გადავუსმევ ესე ხაზს. ყველას ესე წითელ იქსებს გადავუსმევ, ყველას ჩავყრი ციხეში. ყველას აბსოლუტურად. იმიტომ რომ იცით რა, ეხლა სად დედის ბრძოლა და სად სხრისი ბრძოლა, მაგრამ მე ეს სხვა ვარ ვითომ და ვიცნობ გიგავალიანს ისეც როგორიც იყო. მე ვიბრძოლებდი გიგავალიანს, მაგრამ ახლა ეს დედობა და ჩვენი ურთიერთობა კიდე სხვა არის. მე ვიბრძოლებდი გარკვეულ დონეზე, გარკვეულ და ასე მყარად, ასე მართლა ქვადარკინად შესაძლოა ვერ გადავქცეულიყავი, მაგრამ ჩემს სიტყვას მე გიგავალიანის საქმეში ვითხოვდი, იგივე სიტყვა მithქვამს, ნებისმიერი ჩვენი ის არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ ახლა უცებ ის შაქარაშვილი არ დამოვიწყდება წყლიდან, რომ მე რაც შემეძლო, ჩემი სიტყვა მithქვამს, ახლა მე ვერ ვიბრძოლებდი შაქარაშვილისთვის ისა თემირლანი, შემდეგ ეს ნიკო კვარაცხელია, არ მინდა შვილებო ვინმე გამომრჩეთ, ბაჩალიაშვილი და ასე შემდეგ, თუნდაც ის საწყალი ბიჭი, ის ლუკა მინდა რომ გადმოხტა, მე ჩემი რაღაცა ერთი რიგითი მოქალაქის და თურმე გამომრჩა ყველა მაყატეთ, ხა ბევრი ალბათ ასეთი და რამდენიც არა და არ ვიცით კიდე. რამდენიც არის და არ ვიცით ეს კიდე სხვა თემა და ყველასთვის მე ეს გახმაურებული ყოველ შემთხვევაში რაც არის, ჩემი თუნდაც ის კომენტარი, თუნდაც ის ვიღაცის აქციაზე ყოფნა, რაღაცა მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალი შეიძლება სრულყოფილად ვერა და რამე ისეთი მშვენივრად არ გადამიდგავს შესაძლოა, მაგრამ მე ჩემი სიტყვა მithქვამს და ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიტყოდი ღირსეულ სიტყვას გიგავალიანის დასაცავად, იმიტომ რომ გიგავალიანის სპექტაკლი პიროვნება იყო და ის ჰოპ ესე მოუნდათ და მოკლეს. მაგრამ ასე დავამატებ, რომ როგორც ანგელოზი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან. ხო, რა ვიცი, არ მემეტებოდა. ვერ მომშვიდებს ეგ სიტყვები, ვერ მომშვიდებს. მაგრამ იცოდეს ყველამ, რომ მე ვარ ღირსეული ბიჭის დედა, გიგავალიანს არ ეკადრება შიშარა დედა და ვერ შეაშინებთ, უკან ვერ დამხევთ. მე უკან მაქვს გიგას საფლავი, მე გიგას საფლავს არ გადავაბიჯებ. არც ერთი ნაბიჯით უკან, მუდამ წინ მე გეზი მაქვს ერთადერთი, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე მithქვამს და ვიმეორებ კიდეც, რომ მე ზაწეული ხმით და აი მაღალი ტონით და წეული თითით არ შევსვლა რომ საქმეში, მე ჩემი სტრატეგიული გეგმა მაქვს და აი ამ სტრატეგიულ გეგმაზე გეგმის მიხედვით ვიბრძვი და რიგ მომენტებში თამაშის წესების შეცვლა მიწევს. მაქვს ამისი მიმღებლობა, თამაშის წესების შეცვლა მიწევს და ხო ასე გავაგრძელებ. მე უბრალოდ არ შევცვლი მიზანს. ჩემი მიზანი არის
გიგავალიანის წინაშე თუ კი ვინმეს რაიმე იოცისოდენა რამე ბრალეულობა კან თუნდაც იცოდა და არ თქვა არ აქვს მნიშვნელობა თუნდაც აი 19 ოქტომბრამდე ვინმე მიცოდა გიგას მკვლობის შესახებ და არ თქვა ყველა დაждდება საბრალდების გამზე ერთადერთი ხო თქვი თამაშის წესებს ვცვლი ამ თამაშის წესებზე უკუსვა არ იქნება არც ერთი ნაბიჯი უკან ყველა ნაბიჯი წინ არც ერთი ნაბიჯი უკან ქალბატონო ეკა მინდა შევეხო ინტერნეტში გავრცელდა Newson Jim-აც დადო და თითქმის ყველა მედია საშუალებამ ჩვენც დავდებთ ამ გადაცემის შემდეგ ამ ვიდეო კადრებს როგორ გიგას მკვლელობის კადრები რომელიც ერთ-ერთმა მკვლელმა გადაიღო თანამონაწილე ამ მკვლელობის გიგას მკვლელობის კადრები მე არ მინახავს ძალიან მთხევთ არ დადოთ გიგას მკვლელობა არ არის სანახაობა მაგრამ მე ვიცი რომ არ დადოთ ამას სერიოზული პროტესტი მოყვება ჩემგან კი ბატონო ერთ-ერთი ტელევიზია დებდა და გვიკავშირდნენ ჩვენ და გითხრეს რომ მე არ მითხრეს ნიკას უთხრეს და ამ თემაზე ნიკას ვერ ვესაუბრები ჩვენთვის ძალიან მძიმეა უთხრეს რომ დაბლარავდნენ ხმას და გამოსახულებას და მაშინ როცა ვერაფერ გავაჩერეთ მე კიდევ მეორე არ მგონია რომ ის აღარ არასწორად ამბობდი იმიტომ რომ მე ნიკასთან ამ თემაზე არ მისაუბრია მაგრამ მესმოდა რომ ნიკა წინააღმდეგობას უწევდა და კითხე რა მოხდა მითხრა ნიკამ და ისევ როცა ნიკას პირველი გაგრძელდა და როცა მათ ისინი უკან არ იხებდნენ მაშინ ჩავწერე მე ეს Facebook მიმართვა ის ისტერიული ღამე ახსოვს საზოგადოებას ბოდისუხტი ჩემი ესეთი ისტერიული გამოხდობებისგან ხალხს მაგრამ ჩემი ინფორმაციის მიმწოდებელი ჩემთვის საზოგადოება ჩემთვის ხელმისაწვდომი ყველაზე და ჩემ Facebook გვერდია გიგას მკვლელობა არ არის ფილმი და ისიც შეურაცხყოფაა ჩემთვის და გიგასთვის როცა გიგას მკვლელობას იღებდნენ ხა ხო გავიგეთ ყველამ რომ იღებდნენ მე ვამბობდი თავიდანვე რომ ეს არის სხვა მიზნით გადაღებული მე ვამბობდი თავიდანვე რომ ეს შესაძლოა ამაში ფული აეღოთ მაგრამ რადგან პირველი წინადადება წამოვიდა ეს გამოისა ადვოკატების ნათქვამი რომ ალიბისთვის უნდა და მე ჩავყევი ალიბს ხო შესაძლოა ვცდები და შესაძლოა მართლა 1300-ზე სულ ტყუილად ფიქრობ ხო მე ბევრი ფიქრი იმიტირებს თავში და მე ლოგიკურად რომელი გზაც იკვეთება მე იმ გზას ვჭრი და იმიქით აღარ მიყვები და მაგრამ მე მახსოვს ფორმულაზე ვიყავი პირველად და ფორმულას ეთერში ვთქვი 20 ნოემბერი იყო რამდენადაც მახსოვს რომ ვთქვი რომ ბევრი ვერსია შეიძლება იყოს ყველა აქ სიცოცხლის უფლება თქო ამ ვერსიებს თქო და ერთ-ერთი შეიძლება იყოს ალიბი თქო ეს ალიბი მერე წავიკითხე მე საქმის მასალებში მანამდე მე ჩემით ვთქვი ეს და გავყავი მე იმ ალიბს და არანაკლებ მნიშვნელოვანი ვერსია იყო ის რომ გაევრცელებინათ და იმაში ფული აეღოთ და არანაკლებ მნიშვნელოვანი ვერსია იყო ის რომ ესენი მე სხვადასხვა დაჯგუფებებს აწვდიდნენ ამ ინფორმაციას ვიღაცას მაპატიად გამოთქვისთვის და აჩვენებდნენ ვიღაცას აძლიერებდნენ ნახეთ რა მაგრები ვარ ჩვენ უთხრით მაგრამ პასუხი ვერ მოგთხოვა და აი სხვადასხვა ჯგუფებში და ჩატებში შეიძლება ეს გაევრცელებინათ და ფაქტია რომ ტელეგრამ არხებზე ამ ვიდეოებს თურმე დებენ მეც ბევრი რამე მოვიძიე მის შემდეგ და ეხლა რაც ჩვენ არ ვიდეოს არც დავდებთ არც რა ვიდეოც დაიდო გეტყვით მე არ მინახავს ეს არ შემთხვევით არ წავწყდომი ვარ ეს ვიდეო დადეს იმიტომ რომ მე გავეტეხე ფსიქოლოგიურად და ეხლა ჩვენ რომ მე რო აქ თქვენ გითხარით არ დადოთ ხო შეიძლება უფრო გაძლიერებოთ დადონ თავიანთი ბოტებით არ მეშინია მე ამ ვიდეოსი დადონ მე ვიცი რეალობა რაც მაქვს მაგრამ ეს არის ის ვიდეო რომელიც გადაიღეს შემდეგ დააჭრევინა ადვოკატმა გიშეძებნიაურმა მოაჭრევინა მხოლოდ ის რაც ჭირდებოდა მას და დანარჩენი აღარ ზუსტად ამ ბოდიში ქალბატონო ზუსტად ამ კითხვაში მეწერა აი ეს რომ მოჭრილია დასაწყისი და დასასრული და რაში დაჭირდათ ეს ყოველივე რა იმალება ამ ნაწილებში დათვალა გიშეძებნიაურმა ვინ დახვდებოდა წინ ამ ყველაფერს და გიშეძებნიაურს მოუწევს ეკა კვადაძესთან ვერ კითხვაზე პასუხის გაცემა
ეს არის ალექსანდრე გაბაშვილის ადვოკატი, ყოფილი ადვოკატი. თუ კი რამე ვწდები მე ბოდიშის მოხდა ჩემი ძლია, ბოდიშას მოხდი, მაგრამ მისი ყველა ნაბიჯი უკვე ვიცი და არ ვწდები. და მე სანამ ზუსტად არ ვახსოვებ ჩემს ყველაფერს მე მანამდე არ მithumedes სახელებს და გვარებს მანამდე არ ვამბობ. გიშეძებნიაურმა იცოდა რომ ეს მკვლელობა იყო გადაღებული. ნახა ეს ვიდეო და პირველი 4 წამი დატოვა. ამ 4 წამში არის მუჭის დარტყმა. და თვითონ ერთი მუჭი დაარტყეს და მოკლეს. ეხლა მე თქვენ ერთ რამეს გეტყვით, აი გადავუხვიე, მარტო მოგვავიწყდეს, მე თქვენ კითხვის პასუხს გავცე, მაგრამ ეხლა ისმის კითხვა, მე რომ ვამბობ რომ გიგავალიანი იყო. კარგი გავიგეთ რომ იყო ჭკვიანი, იყო გონიერი, იყო სხარტი და მას რომ ქონოდა ურთიერთობის საშუალება კომუნიკაციის, თუნდაც ნახევარწუთიან რა, არ უნდა ნახევარწუთი, რაღაც 15 წამი გიგას რო ქონდა, რამდენიმე წამი რომ ქონდა მოკლედ ყველთან ურთიერთობის, გიგა ემატში ამოიცნობდა მიუხედავად იმისა, რომ ის მკვლელი არ საიდან არ ელოდა, ამოიცნობდა ძალიან ჭკვიანი ბიჭი იყო გიგა და მათ საკადრის პასუხს თუნდაც ფიზიკურად არ ჭირდებოდა გიგას ფიზიკური, ეხლა ალექსანდრე გაბაშვილი ამბობს, ის არ უჩხუბია ჩემშულებს, გიგავალიანს და ნიკავალიანს არ უჩხუბია. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ საკომუნიკაციო ენა, რასაც ამოძრავდნენ ტვინით. ხო? და მათი ენა ყველგან ჭრიდა და არ დაჭირებია გიგავალიანს არც ერთხელ არსად არ უჩხუბია. თუ არა და თქვენი პოეტ მაშინ ვინმე ვისთანაც გიგას ავალიას უჩხუბია. ახლა ისმის კითხვა მეორე. თუ კი გიგა და მე ვამბობ რომ გიგა იყო ფიზიკურად ძლიერი. ახლა ისმის კითხვა, თუ კი გიგა იყო ფიზიკურად ძლიერი, მაშინ როგორ მოხდა რომ ხო ფაქტია რომ ერთი დარტყმით წააქციეს და მერე მოკლეს. მაგრამ როგორ მოხდა ეს წაქცევა? აი პიზის კოჩკი ხომ არის გადახრილი, მაგრამ ის არ იქცევა. რატომ? იმიტომ რომ მისი სიმძიმის ცენტრიდან გამოსული პერპენდიკულარი შვეული არ ცილდება ფუძის ფართობს. ის კიდევ რო გადაიწიოს თქვათ და ფუძის ფართობს გაშორდეს, მე როგორ წაიქცევა. მოდი აქედან ვიტყვი, აი ამის მაგალითზე ბოთლი ალბათ თქვენს გადაგიბრუნებიათ წყლიანი ბოთლი და ბავშვობაში გითამაშეთ, გარკვეულ ეტაპამდე ხელს რომ გაუშვებ უკან ბრუნდება. აი თქვენიდან ვიზამ. აი თქვენსკენ რო გადმოვხაროთ, მანამ სანამ აი ამ რკალს გადმოცილდება, ამ შუა სიმძიმის ცენტრიდან, ახლა ამის ეს არ არის სწორი, გევანი ეს არ არის ცილინდრის ფორმის და ამის სიმძიმის ცენტრი არ იქნება ზუსტად შუაში, მაგრამ თომ არის და წარმოვიდგინოთ რომ აი იქიდან შუიდან წამოსული სიმძიმის ცენტრი აი ამაზე თუ დევს, აი აქამდე ინარჩუნებს ზონასწორობას. როცა კი აქედან გადმოვა, ანუ ნახეთ, გიგას რომ დაარტყეს, ზევით დაარტყეს თან, ეს არის უდიდესი, ისა უმაღლესი წერტილი, ეხლა მუცელშიო ჩარტყა ვიღუნება. სხვადასხვა ადგილზე დარტყმა, სხვადასხვანაირად მოაქცევს მოკლედ სხეულს, ასე რომ ვთქვათ და უკვე ეს არის ზედა წერტილში დაარტყმა, იოლად გადაწია და გიგას ის ფართობი, რასაც არ უნდა გასცეს სიმძიმის ცენტრიდან დაშვებული პერპენდიკულარი, ანუ მართობი, ანუ შვეული, რა ვიცი, ხა ფართო საზოგადოება გვისმენს და ყველამრე გაიგოს, ხა სიტყვა პერპენდიკულარი შეიძლება ვერ გაიაზროს კარგად, ხო? და ამიტომ ამბობ ამას, რომ ის შვეული გიგას ფართობი არის ფეხსაცმელი, ხო? და გადასცილდა მარტივად, გიგამ დაკარგა წონასწორობა და ამიტომ ჯერ ჩაიკეცა და მერე წაიქცა. და ის მომაკვდინებელი დარტყმა გიგას მერი აქვს. ეხლა ერთი დარტყმა არ არსებობს, გიგას ქონდა მრავლობითი დაზიანებები. რატომ ვერ იპოვა თემქელმა ბიჭებმა? იმიტომ რომ ის დაზიანებები ქონდა ტანსაცმლის შიგნით გიგას. სახეზე დაზიანებას რომ ვამბობდი მე, პოლიციის უფროსის ტელეფონში ეს სურათი თქო, დიახ, ის სახეზე დაზიანება ქონდა, მაგრამ იმ წამში იმ ბიჭებმა იპოვეს სადღაც 5-4 წუთში ხა დროს არ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ ეს გამოძიების მნიშვნელოვანი დეტალია. ამიტომ აქ სიღრმეში არ შევალ. მე ამბავით მომყვები ამ ყველაფერს, მე არ მაჩერებს არაფერი, გარდა იმისა, რომ თუ არ მივხვდი, რომ ეს გამოძიებას ხელს უშლის, სადაც ხვდები, რომ იქ ახლა მე გამოძიებას ხელს ვუშლი, იმას არ ვლაპარაკობ. სხვა რამეზე არ მეჩერებს არაფერი, მაგრამ რადგან ეს ისევ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ახლა და ხელს უშლის, ამიტომ ამ დეტალებს აქ არ ჩავყვები, უბრალოდ ბიჭები იმას ვერ შეამჩნევდნენ, იმიტომ რომ ის გიგას ქონდა სხეულზე. თუნდაც მოყაზეც იქ იყო ღამის შუქი და ის იმ წუთში ხომ არა აიფუთქა რა, მე გიგა ვნახე, გავარდისფერებული, გაწითლებული ლოყით და შესიებული უკვე ლოყით. და იმ წუთში შესაძლოა ის არ იყო. სხვა დაზიანებები გიგას ქონდა ტანსაცმლის შიგნით იმ ბავშვებს ის არ უნახავთ. თემქელ ბიჭებზე მოგსაუბარი.
და აქედან გამომდინარე გიგას მე მრავლობითი დარტყმა ქონდა, ეხლა კიდევ მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ ხელშეგუშლის სასამართლო პროცესზე, ამიტომ არ ვიტყვი ამ კითხვებს დაუტოვებ პროკურატურას. და ახლა კიდევ გადაცემა დასასრულს უახლოვდება და გადაცემის დასკვნით ეტაპზე მინდა გადავიდე. დიახ. ზად ხართ? რა ვიცი, ესე გამოდის, რომ ყველაფერთვის მზადყოფანში თუ არ ვიქენი, ისე ამ ბრძოლას ვერ მოვიქებ. ასე რომ მე ყველაფერთვის მზად ვარ. თუნდაც იმ ვიდეოთვისაც მზად ვარ, მაგრამ იმას ვამბობდი იმ ვიდეოს და დამავიწყდა დასრულება, ეს ვიდეო არის ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული ვიდეო. რა? კი, ასე რომ თქვენ შეცდომაში შეგიყვანენ და თქვენ არასოდეს გავიცადოთ. რაღაც ფრაგმენტი შესაძლოა აღებულია, მაგრამ თუნდაც ის დაჭრილიც, მე ის უკვე პროკურატურამ აღადგენინა, ეხლა მე თქვენ აზრი გაგიწვიდეთ იქ წეღან, პროკურატურამ აღადგენინა, სულად ვერ აღდგა ვიდეო და მე ის არის, როგორც ვიცი, არის უცხრეტი კადრი, მე ვიცი ეს კადრი, მე არ მეყურებია, მაგრამ მე ვიცი, ზუსტად ვიცი რაც ხდება იმ ვიდეოში. და ის არის დააკვირდით თქვენი განათებას, დააკვირდით ის როგორ არის გიგა ასფალტზე წააქციეს და დააკვირდით გიგა ასფალტი არ არის. სხვანაირი სინათლეა, გაითვალისწინეთ ის, რომ გიგა წინასწარ შერჩეულ ადგილზე მოკლეს, მათ გამოიარეს 826 მეტრი მოყვებოდა მკვლელები უკან გიგას და რატომ არ მოკლეს მანამდე, იმიტომ რომ აერიდნენ კამერებს და საზოგადოებას. საზოგადოებას აერიდნენ, ხო, თუმცა ის მაინც ის დრო იყო, რომ დიდად ხალხმრავალი ადგილები მაინც არ გამოუვლიათ, ხო, რა ვიცი, საზოგადოებასაც აერიდნენ, მართალია, თუმცა კორპუსის წინ მოკლეს და იქაც არ იყვნენ დაზღვეული ადამიანებისგან. და ახლა შესაძლოა ისიც გაუჩნდეს იმას კითხვა, რომ აბა რაღაცა კამერა როა და კამერაში რო ჩანს, იმ კამერამ ის კამერა არ ქონდათ ნანახი, იმიტომ რომ კორპუსის აი ამ ასე ხომ დგას კორპუსი, აი რომ მაყურებელმა რომ დაინახოს, მე და გიგა დავდიოდით ერთად, ჩვენ ისინი მოგვიძებდნენ, ჩვენ ისინი წინა დღეს გამოვყვნენ სადარბაზომდე, მკვლელები მოყვებოდნენ მე და გიგას უკან და ჩვენ სტანდარტულად აი ამ გზაზე გამოვიარეთ და კორპუსს ჩავარეს აქედან. აქ არის დაცვის პოლიცია და დაცვის პოლიციას წინ აღჭურვილია კამერებით, მანამდე კიდევ არ იქით კამერები, ეს კამერები მათ შესავლი ჰქონდათ და ანუ მათი თავდასხმის წერტილი მაინც იყო ჩვენი კორპუსის წინ, იმიტომ რომ იქ ბნელი ადგილია და ბნელი არა, ყვითელი განათებით ლამპიონები არის, მაგრამ ბაცია, ორ ლამპიონს შორის მოხდა და ბაცი შუქია ერთი სიტყვით და მაგრამ იქ კამერები არ არის. ეხლა გიგა იმ დღეს გეზი შეიცვალა, ვინაიდან მას სახლში ეჩქარებოდა, მეორე დღე ჩემი დაბადების დღე იყო და სავარაუდოდ ისტორიისთვის უნდა გასულიყო, გიგამ გვერდი აუარა ამ კორპუსს აი აქედან. აი აქედან და ეს მკვლელებიც უკან მე ასე დაბრუნდნენ და იქ არის კამერა. აი ჩვენ ხო ასე დავდიოდით. აი ამ კორპუსის უკანა მხარე და კორპუსის სადარბაზოების მხარე. სადარბაზოების მხარეზე გარაჟზე დამონტაჟებული კამერაა, სადაც მათ გაიარეს და გამოიარეს. და მე იცით რატო დაბრუნდნენ და იმ გზაზე რატო არ წავიდნენ? როცა დანაშაულს ჩადის ადამიანს ფსიქოლოგიურად დადგენილია, როგორი სერიული მკვლელიც არ უნდა იყოს, ის აუცილებლად გამოვა წონასწორობის მდგომარეობიდან. აუცილებლად გამოვა და კამერები ხომ შეამჩნევდნენ, რომ ისინი ჩვეულებრივი ტემპით არ გავიდნენ, გავიდნენ ჩქარა, გაიბნდნენ. ამიტომ ის ისევ დაცვის პოლიციის წინა მხარე, იქთა მხარე მაინც იყო მათთვის სახიფათო და ისევ იმ გზაზე დაბრუნდნენ და კუთხეშია, გარაჟის კუთხეშია ერთ-ერთი კამერა. მეორე კამერა არის კიდე, მაგრამ ის ისეთ ადგილზეა, რომ ის მეც არ მქონდა შემჩნეული ის კამერა. ალბათონო, თქვენი აზრით ეს კამერა, ასე ვთქვათ, თავიდან ბოლომდე ჩაიწერდა ან და გადაიღებდა გიგას მკვლელობას? არა, მკვლელობას არა. იმ კამერასთან გაიარეს მათ და მათი საუბარია დაჭერილი და ალექსანდრე გაბაშვილის, დიდი ალექსანდრე გაბაშვილი რომ ამბობს, რომ ასე წერიაო, რატო დაარტყიო? რა დაარტყი კი არა, რა დაარტყი ასეთიო. რა დაარტყი? ასეთი ნათქვამია. ანუ გამოდის რომ რამე რაღაც ბლაგვისაგანია დარტყმული. ხო, არა შესაძლოა ისიც არის აუბჭორა მაგარი ხარ და ესე მაგრად როგორ დაარტყი და ესეთი რა დაარტყი. მოდი აქ სიღრმეში არ შევალ, ეს ჩემი მანამდე ნათქვამია და ამიტომ ვიმეორებ აქ სიღრმეში არ ჩავალ, იმიტომ რომ ეს მაინც სასამართლო პროცესზე ალბათ ეს კითხვები დაისრება. თუ ჩათვლის პროკურატურა საჭიროდ, თუ არ ჩათვლის და რა ვიცი, ხომ მათ უფრო გადიციან საქმესურად უნდა წაიყვანონ. ქალბატონო, მაშინ დასკვნით ნაწილზე ჯობია გადავიდეთ და დიახ. რახან თქვით რომ მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მაშინ გეტყვით. როგორც ქალი და როგორც გამწარებული დედა, რას
ეხლა ალბათ ამ გადაცემას უყურებს ნიაინაძე. გამორიცხული არაფერია. კი, გამადიდებელი მიშუშით გვათვალიერებენ, ყველაფერი ჩემზე კარგად იციან, რასად რა ვთქვი. მაშინ ასე ვიტყვი. რას ეტყოდით ამ ეთერიდან ნია იმნაძეს გოგოს, რომელმაც თქვენი შვილი იმ ქვეყნად გაისტუმრა. ისმეთ. შეკითხვა ძალიან მძიმეა. მოდი მიშუშობლებს ვიტყვი. კარგით. ისმეთ. და საზოგადოებას ვიტყვი. პირველად ვიტყვი საზოგადოებას. კი ბატონო. ის გოგო ძალიან საშიშია. ჯერ ამაზებს ახლა ამის სიტკმის საბაბს. მე თქვენზე განგითხარით, რომ ვიდრე ჩავერთვებოდით აქ, რომ მე მგონი აქაც თქვი, პროკურატურასთან თანამშრომლობ პროკურატურასთან და თუ კი რაიმე შემოჩნდა, მათთან კავშირზე ვარ. და ყველა წვიმანი შემჩნეული აქვთ. ახლა მე რაღაც შევამჩნია და ეს არ მithქვამს, იმიტომ რომ ვეღარ მოვასწარი, ვეღარ მოვახერხე. და ეს ნია იმნაძე საშიშია საზოგადოებისთვის. რომ გონიათ აი პრინცესა და ყველა ფუთავს, ნია იმნაძის ტელეფონში არის სკრინი ერთ-ერთი, სადაც კითხულობს გიგას მდგომარეობას. არის სკრინი. დასკრინა, ვიღაცას ეკონტაქტება, პირობითად თქვენ გეკონტაქტებათ, არ ვამბობ სახელს და გვარს, იმისას, ვისაც ეკონტაქტება, იმიტომ რომ სასამართლო პროცესისთვის ეს ვფიქრობ მნიშვნელოვანია, არ ვამბობ ეს ერთი და მეორე იმ პიროვნების უსაფრთხოებისთვის. იმიტომ რომ სულ მკვლელებთან ბრბოსთან გვაქვს საქმე და სხვას ვერ ჩავაყენებ. მაგრამ ეს პიროვნება არის მამაკაცი. მოდი არ დავაკონკრეტებ. კარგით. და ამიტომ მე ვერავის ვერ ჩაუგდებ ამ მკვლელებს ხახაში. ამიტომ არ გავამხელ. აქვს ნია იმნაძეს სკრინი და ეკითხება გიგა ავალიანის მდგომარეობას. პირობითად გეკითხება თქვენ, ხო? შემდეგ დასკვნეს თქვენთან მიმოწერა და ისე რომ არ ჩანს თქვენი მესენჯერიდან თუ არის წამოღებული. არ ჩანს. არ იკითხება ვისია, ვიღაც უცნობის არის. არც სახელი ჩანს თქვენი და არც მესენჯერი ჩანს, ანუ არც სახელით მოგმართება და არაფერი არ ჩანს. შეფუთულია. შემდეგ მაგრამ ახლა გეუბნებით, მე საქმეს ვიძიებ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სულ არ მეპარება ეჭვი, იმაში ვიქტორ მახარაძეში ეს არის გამომძიებელი, ვინც გიგას საქმეს იძიებს და სულ არ მეპარება მის מחვილ გონებაში და არც პროკურორებში მათ מחვილ გონებაში ეჭვი. მაგრამ მე ჩემით მაინც ვიძიებ. და ამიტომ ყველაფერი ვიცი მართლა. და მიმოწერა ვიცანი ტექსტი. არის სულ 3 თუ 4 პატარა წინადადება. ვიცანი ტექსტი და გადავამოწმე იმ ადამიანთან იაიმაც მიმოწერა. იყო იგივე. იდენტური იყო. კი, იდენტური. ანუ ამ ადამიანის მოწერა დასკრინა. აქ არ ჩანს ვისია, მაგრამ დასკრინა. ახლა ამ ადამიანის სახელი, ვისის მე მივხვდი, რომელი იდენტურია რა, მართალია მოჭრა სახელი, მაგრამ იდენტური. წავედი და ვნახე სხვაგან. ეს სხვა გაბნეულია ტომებში, მაგრამ ეხლა გაბნევით, მე აღარ ვარ ეხლა მათემატიკის მასწავლებელი ეკაკუბოთაზე, ვარ გიგა ავალიანის მკვლელობის გამომძიებელი დედა. და გააფრთხრებული ვეძებ ყველაფერს. და სხვა ტომში, სულ სხვაგან საერთოდ ვიპოვე გაბაშვილების ოჯახის ჩატი, სადაც ფიგურირებს აი ამის სახელი. აი ნახეთ ახლა კარგად რო არ დაკარგოთ, აი ამას ეკითხება, ეხლა ხო თქვენი სახელი, მაგრამ ახლა გამომძიებელს სერვერზე კარგად გაიგოს, აი ამ პიროვნებას ეკითხება ნია იმნაძე გიგას მდგომარეობას. შემდეგ მოჭრა პატარა ფრაგმენტი აი ამ მდგომარეობიდან, აი ამ მიმოწერიდან და ეს ფრაგმენტი უდევს თავის ტელეფონში. ნია იმას ტელეფონი გასუთაებულია, მაგრამ მე რაღაც ფრაგმენტი არის. შემდეგ ეს ვიცანი მე შევადარებ მართლა სწორი ვიყავი. შემდეგ აი ამ პიროვნების სახელი ოჯახის ჩატში არის და იცით როგორ არის? არ დავაფრთხოთ. ფრთხილად ვიყოთ, არ დავაფრთხოთ. ეს რას ნიშნავს? გაბაშვილების ოჯახი ნია იმნაძესთან თანამშრომლობს, მას შემდეგაც გიგა ჯერ კიდევ ცოცხალია, თანამშრომლობს, უკვე თავენ რა უნდა კითხონ აი ამას და ეკითხება. ხო? ანუ სამკუთხედი შეიკრა. ეხლა აქ ცოტა ხელები ცვალე და შესაძლოა მოყურებელი დავაბნიე, მაგრამ სამკუთხედი შეიკრა.
ნიაიმნაძე მიზანმიმართულად ძალიან ხშირად რამდენჯერმე ხელსუსტად რიცხვები არ მახსოვს 2 ოქტომბერს 4 ოქტომბერს 5 ოქტომბერს ბევრი რიცხვები მოკლედ ინტენსიურად ეკითხება პიროვნებას გიგას მდგომარეობას შემდეგ იქიდან სკრინს იღებს და რისთვის ჭირდება ეს სკრინი? გაბაშვილების ოჯახს რომ მიაწოდოს შეკითხვებს გაბაშვილების ოჯახი განაგებს და ერთი სიტყვით მე მინდა მიძრება ასე რომ მე მიმართავ ახლა დედამის და მამამის აი ნიას დედას და მამას მიმართ თქვენი ჩვენება ისეთი აბსურდული ვნახე მე თქვენი ჩვენება და ერთი მე უნდა ვნახო როცა თქვენ ყოველას ჩაქრეთ ციხეში მე უნდა ვნახო ადვოკატ გიორგი ლეკიშვილის მოგებული პროცესები ერთი მაინც ხო იქნება ადვოკატი გია შევახსენოთ მაყურებელს ადვოკატი არის მაგრამ ადვოკატი გიორგი ლეკიშვილი არის ის ადამიანი რომელიც მფარველობს და იცავს ბჭყალებში ნიაიმნაძის ინტერესებს ხო და უნდა ვნახო მისი მოგებული საქმე და უკვე არ მინდა მართლა ყველაფერზე წარმოდგენა დამეკარგოს იმ ადვოკატის მიერ მიცემულ ჩვენებას რომ ვკითხულობ ადვოკატის მიცემულია ის დასალაშენებული აქვს დარიგებული აქვს ყველა იმ ვაზრობებს რომ ვკითხულობ ასეთი წარმოდგენა მექნება რომ აი არ ვიცი რაღაცა გარიგებას აწერებს იმესთან აი არ ვიცი მაინტერესებს ისი მოგებული პროცესები როგორ მიდის ის ხა იქ ხომ არის შეჯიბრებითობა და მოსამართლე ხო მაგას უსმენს დავიჯერო რომ ყველგან უკა გამკრელიძია და ყველასთან გარიგება გააკეთა იმიტომ რომ მოსამართლე ხო სულად დამოუკიდებელია და იქ მიდის შეჯიბრება პროკურორსა და ადვოკატს შორის და დავიჯერო ყველასათვის პროკურორი უკა გამკრელიძე იყო რაც ამან მოიგო არ ვიცი არ გეტყვით რა მოსამართლე ხო ორივე მხარეს უსმენს და სასამართლო ხო ეს უზენაესი ის არის და ეხლა კიდე რა მინდა გითხრათ ერთი რამ მინდა ვთქვა კიდე ნიაიმნაძის გამოქვეყნებულ კითხვებზე ის წერილი გვაქვს ამდენი დრო ვისაუბრო? რა თქმა უნდა, შევზღუდავით რო გაქვთ ქალბატონო. რატომ მაქვს იცით აი ამ ადვოკატის მიმართულებით ასეთი ინტენსიური შეკითხვები ჯერ ის რომ ის არის აღვირახსნილი ახალგაზრდა ის ადვოკატი როგორ გაბედა და მან როგორ მისცა ჩვენება ისეთი რომ ეცადა გიგაოლიანის ღირსების შელახვას ნიაიმნაძის სამი ჩვენება არის ერთმანეთისგან იმდენად განსხვავებული რომ ვერც მიხვდები რომ ის ერთაიგივე ადამიანის ჩვენება თუ არ წაიკითხეს ზევით და ეს არის ბეცი ადვოკატი ხო უნდა იცოდეს რომ მას წინ დაუდებენ სამივე ჩვენებას ხო უნდა იცოდეს რომ პროკურორი რომელსაც საქმის მოგება უნდა და გარიგებაში არ მიდის ამ იმასთან გიორგი ლეკიშვილთან იმას ვერ მოუგებს იმიტომ რომ ისეთი ჩვენებები აქვს მიცემული მაგრამ ჩავეხსნათ ამ ჩვენებებს იმიტომ რომ ეს ჩვენებები მაშინდელი მიცემულია მე რაც ვნახე ახალი გამოძიების ნაწილში აღარ მინახავს არ მაინტერესებს ნიაიმნაძის ჩვენება და ამიტომ არ მინახავს შესაძლოა არის არ დავინტერესებულ ვარ და ამ გამოყოფილების საქმის პარკებზე ძველი ყველა იმ დროს არის მიცემული როცა პროკურორი იყო ლუკა გამკრელიძე და შესაძლოა მასთან რამე დალაგებული ქონდა მაგრამ ახლა მე მინდა ვთქვა ის უხამსი წერილი ის ბრიყვი და ბეცი ადამიანისგან დაწერილი წერილი რაც კითხვებით სავსე დაგვიდო ადვოკატმა გურამ ლეკიშვილმა ნიაიმნაძის დედის Facebook გვერდზე თამუნა ნავროზაშვილის გვერდზე ვითომ ნიაიმნაძის წერილი იყო გეხვეწებით ახლა შესაძლოა თქვენ ეს ამდენი დრო რო დავკარგეთ შეიძლება რაღაც დაჭრათ და ეს მაინც როგორღაც მოათავსოთ რატომ და დაჭრამ ხო არ ვიცი ახლა შესაძლოა იმიტომ რომ სრულ ვერსი მე თუ უშვებ სრულ ვერსიას გადაცემთ ხო მე ხო არ ვიცოდი ეს და პირველი ის რომ თუ ნიაიმნაძემ სტრესი მიიღო გიგავალიანთან როდის იყო სტრესი როცა ესეთი ძლიერი აქ ადამიანს და როცა ის თulis თავს მსხვერპლად უბრუნდებოდეს იმას რამაც ის ამ სტრესში ჩააყენა ახლა მკვლელი რომ მკვლელობის ადგილს უბრუნდება ხოლმე ეს დეტექტივებში წამიკითხავს და მე რეალობაშიც ბევრჯერ მსმენია მაგრამ ისეთი ბეცია ეს გიორგი ლეკიშვილი ისეთი ბეცია გიგავალიანის რბეულში ისა მათემატიკის რბეულში გიგავალიანის გაკვეცე იყენებდა ეს ნიაიმნაძე დააწერინა ეს რაღაცა ვითომ წერილი და მე ჩვენ კარგად დაგვენახა იქ ისი რბეული გადაშლილი ჩანს იქ სამკუთხედან ნახაზები და რაღაც და თითქოს იმ რბეულში ჩაწერა და დედამისაც აქ
ეს ჩვენება, რომ მე შემთხვევით აღმოაჩინა შვილის როლში წერილი. დედამის, მამამისი ამბობს, რომ არ ვიცოდი ჩემშვილს ყავდა თუ არა შეყვარებულიო. ეს მაშინ როცა ღამის 11 საათზე ზასაობის მსმენელმა მაპატიოს ზასაობის სურათები Facebook-ზე წატვირთული ქონდა მის შვილს. ნიაიმნაძის და ისა Instagram-ზე ატვირთული ქონდა მის შვილს. Facebook-ზე ღამის 11 საათზე გადაღებული ზასაობის სურათები მაპატიეთ, რომ გესმით ეს ყველა. არა უშავს. ძალიან წავიბილწე ენა ამ საქმესთან ურთიერთობაში და არ ვიცი ყავდა თუ არა შეყვარებული, არ ვიცოდი, არ მსმენი ამის შესახებ. და ეხლა თქვენ გჯერათ, რომ ასეთი დედა და ასეთი მამა და არც დედას არ მსმენია გაბაშვილი. ჩვენების მიხედვით ლაპარაკობ. გჯერათ, რომ ის მათემატიკის ბოლოს აკონტროლებდა, მას შემდეგ რაც მათემატიკის შესაძლებელი მოკლეს, ხო და მოუკვდა და აღარავის აინტერესებს და ეს ერთი, მეორეც კიდევ, იქ ისეთი ხასიათი იკვეთება, რომ სულ არ ნერვიულობს. ის გოგო 3 წერტილი, ერთი თინეიჯერი მაჩვენონ, ვიც 3 წერტილებით ასე ლაპარაკობენ, ერთი თინეიჯერი მაჩვენონ. ვიც იმ კოდექსში წერს. დღეურების წერა ვიცი მე როგორია. მე თან მუშაობდი ბავშვებთან და მე მინახავს 30 წელი მასალად მუშაობდი, მინახავს ბავშვების დღეურები, რომელიც თვითონ მოუტანიათ ბავშვებს ჩემამდე. და კიდევ ნიშნულოვანი რა? დიახ. ნიშნულოვანი არის, ეხლა მე საიდან ვიცი, რომ ზუსტად ადვოკატის კონტროლის ქვეშ გავლილია. ეხლა ერთი ცუდი რაღაც კიდე უნდა ვიკადრო. ერთ რამეს გეტყვით, აი მოკლე ამბავს მოგიყვებით პატარა რაღაცას. ტიპი, ხო, ეს ტიპი, ეს სიტყვები გამოვიყენოთ. კი ბატონო. არ ვარ ასეთი სიტყვები ჩემს ლექსიკონში არ არის, მაგრამ ამათ არ ერგებათ აკადემიური ლაპარაკი. აკადემიური ლექსიკონი ამ ხალხს არ ერგება. ამიტომ აი წარმოვიდგინეთ, ვიღაც ტიპი შედის ხალხაულ ადგილში და სვავს კითხვას. ეხლა აი აქ ვის უნდა რომ იმის დედას ასე და ასე გავუკეთო და იგინება. და წამოუხტება იქ მყოფი ხალხი ფეხს. და ესე კითხოდავსვითო? ანუ ნახეთ ეხლა მე რა გითხრათ? იმან კითხა ვის გინდათო? თორემ კი არ ვთქვამს რომ ასე უზამ თქვენს დედებსო. ხომ მივხვდით რასო? რა თქმა უნდა. აი ასეთი კითხვები დახუნძლული წერილი დადო გიორგი ლეკიშვილმა ვითომ ნიაიმნაძის დაწერილა დაადებინა დედამის თამუნა ნავროზაშვილს. ეხლა ეს ხო სიბრიყვია, ეს ხო სიბეცია. ამდენ კითხვებს უსვამს ეს გოგონა საწყალი ბავშვის, ამდენ კითხვებს უსვამს სამყაროს. ვის ჭერა მაგის? ვის მოწყობენ ისინი მაგის? ასე რომ მე ნიაიმნაძის თავს მისი დედმამა ვერ გამომწისკნის ხელიდან აუცილებლად დავსვამ საბრალდებოს კამზე. კარგით, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ეკა. უღრმესი მადლობა, ხარბი ვარ ხოლმე საეთერო დროსი. არა უშავს, უღრმესი მადლობა რომ მობრძანდით და თქვენი ასე ვთქვათ ყოველდღიურო, სხვანაირი ყოველდღიურობიდან გამომდინარე დამითმეთ რო და მობრძანდით ტელევიზიაში და ისაუბრეთ იმ საშინელ წუთებზე და იმ საშინელ დღეებზე და იმ პრობლემებზე, რაც თქვენ შულს გიგას და თქვენ გადაგხდათ თავს და მინდა გისურვოთ მე პირადად ჯანმრთელობა, რა თქმა უნდა და ყველაფერს თავიდან რომ დავანებოთ, გამარჯვებას გისურვებთ ამ საქმეში და გისურვებთ რომ სამართლიანობა მიზეიმოს მოკლედ რა და გაიხარეთ და მე თქვენ წეხანდელი დასმულ კითხვას და ახლა ბოლო მაგ სიტყვას შევაჯერებ ერთმანეთს, თქვენ მე წეღან მკითხეთ გიგას სიცოცხლის ბოლო წუთები გაიხსენეთო, გიგას სიცოცხლის ბოლო წუთებში მე და გიგა რომ აღარ ყავდა, მე და ჩემმა ნიკამ ერთმანეთს ფიცი დავუდეთ, რომ უცილებლად ბოლომდე მივიყვანდით ყველაფერს, ეს ფიცი მე ერთად დავუდეთ გიგას, მე როცა გიგას გამოვემშვიდობე სასაფლაოზე ფიცით გამოვემშვიდობე და მე ვფიცავდე დიკო, მე შენს პასუხს ვაგებინებ, ყველას აბსოლუტურად. გიგა მიცის რომ დედა არ უღალატებს. და როცა კლინიკაში მიიყვანეს, მაშინაც თქვა თურმე რომ დედა ჩემს დაურეკეთ და დედი ვერ გადაგარჩინე, მაგრამ მე ვიცი რომ შენ ჩემი იმედი გაქვს. არ გაგიწბილებ. კარგით. მადლობა თქვენი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ქალბატონო ეკა ამ ყველაფრისთვის და მე მომიტევეთ ასეთი რთული გადაცემის გაკეთებისთვის. მაგრამ მე სათქმელი უნდა ითქვას ყოველთვის. ეს მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახდით. ეს გადაცემა ანალიზის დრო იყო, ტელე+ის ეთერში, დღეს ორშაბათი იყო და სტუმრად გვყავდა
გმირი დედა გიგა ავალიანის დედა ქალბატონი ეკა კუპატაძე. დღეს კი ამით გემშვიდობებით ბედნიერ საღამოს გისურვებთ და დარჩით და პლუს საინტერესო თერგეროდი გალოდებოდ. შევხვდებით ზეგ 4 საღამოს 8-ზე დროებით.